აპარატურის სამოლაგება ვერ მოვასწარი, უკვე გადაღება უნდა დავიწყო რა. აი ეს გზაზე გაიჭედა იო, არ ვიცი რა სჭირს აყიროებულია და ეხლა ცდილობს მარგებ გამოიყვანოს, გაასწოროს რამენერად, რომ ჩვენ გავიაროთ. ეს ჰაილუქსი ვერ გაეტია, არ ვიცი რატო ალბათ საბურავები არ უარგა და აცურებს. და მარგებ უნდა გამოუყვა საშკარად და გაიყვანოს ისიო. და მე ვაგრძელებ და ეხლა გეტყვით რა ხდება. პირველი შთაბეჭდილება რომ შემოდიხარ ივენზე რა ხდება. ჩამოვედით სურებში, ჩემპიონატი იწყება, ეხლა მზადება აქ, სტარტია თუ ფინიშენია. მოკლედ ეხლა დაიბარეს ბრძოლები, ვინც გამოდიან და მოლაპარაკება მიდის. კი პირველი საათია 12-ზე უნდა წავიდულიყო, მაგრამ მაინც ჯერ ეხლა იკრიბებიან. არაფერი არ დაწყებულა. ადრე მოვით 1 საათი. აქ მონაწილეები ზერსკი ბანკანები ხოდა რა ვიცი გადავწყვეტ ესაც მაინც მიყვარს და დავდივარ ხოლმე ესეთ რაღაცებს და გადავიღებ ხოლმე ჩემს ბლოგებს დავდებ ჩემ გვერდზე პირად გვერდზე ოღონდ არ დაგავწყვეტ ყურება იცოდე დაიძართ მეგობრებო და შემდეგ ყველა შემოგიერთდებათ დროს არ წავაგეთ ინფორმაციები იქნებიან ეხლა წავა ბუხნაობა და ტალახები რაც შეეხება დღევანდელ დღეს ძალიან მაგარი ივენთია დაიწყება სადაცაა ძღოლებს დაუძახეს მოდითო ეხლა გადმოვედით მეორე ადგილზე სადაც კაი კადრი იქნება აი იქიდან დავიღებ მაგარ კადრებს ეხლა ნახეთ რა მაგარ ადგილზე ვდგევარ. აქ არის მთავარი ექსტრემი. როგორ მოდია. ერთ-ერთი Mitsubishi Pajero 2 გამოეთიშა ასპარეს, რაღაც მოვიდა არ ვიცი შორს არის და მივიდა დასახმარებლად ძაური. როგორც ყოველთვის სამაშველოზეა ხოლმე. ეხლა ამით გაჩვენებ კადრებს. როგორც ხედავთ, ადგილები შეზღუდულია და რაოდენობა ძალიან მცირეღა დარჩა. აი 1-2 ადგილი შეგვიძლია ესეთ ადგილზე მოვძებნოთ, სადაც ბილეთები ძალიან დაბალფასში გვაქვს და შეგიძლიათ მოვბრძანდეთ. მოკლედ მიმდინარე მდგომარეობაზე მოგახსენებთ ორი სიტყვით.
შემოვიარეთ კრუგში. ვიღებდით რაც ხდებოდა ისეთ პატარ-პატარა კადრები, საინტერესო რაც იყო და ეხლა ავარჩიეთ ესეთი მოსასვენებელი ადგილი. ასე რომ ვთქვათ, თლიან ივენტს ვადევნებთ თვალს ზემოდან. მე და მარიამი. ჩვენ კომფორტული სკამებით. ეხლა ვაპირებ დრონით გადავიღო და დრონის კადრებს ჩავსვავ აქ. 1, 2 და 3. საბურავი დაუზიანდა და იმედია მიაღწევს ბოლომდე პოლი გაზდის. მე მგონი ყუმბარა გამოწურა და ძალად დაყავს ახლა ძალად. არა სუბარო ყოიც ნადირია ყოველთვის და ყველგან. ეს თუ ბოლომდე მივიდა აუ ნახ პოლი გაზდის ნახ. ერთი აღმართიც, ერთი. მიდი, ნადირია, მაინც გავიდა ზაღო. აუ რა კადრი გავმაზე რო იცოდეთ. მანქანაში ვიჯექით მე და მარი და 3 წრე გააკეთა ლამის მანქანამ და დაეცა. აი იქიდან ამოხდა და 3 წრე გააკეთა და დაეცა იარ. კარგად არიან, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ფანჯრიდან უყურებდი მანქანიდან როგორ ბრუნავდა და დაეცა აქ. ზუსტად 2 წუთის წინ მანქანამ 2 სალტო გააკეთა და თავის ხოდით მიდის. მანქანა ჟიმნი არის ადამიანი. აი გრა აქეთ გადმოვა. ჰოთ-დოგი ვიყიდეთ 10 ლარი ღირდა 1 ცალი. საკმაოდ მისაღები ფასია, როცა ისეთ ადგილზე ხარ, სადაც არაფერი არ არის. ქართული წვადი 20 ლარი ღირდა, ფრი 5 ლარი ოღონდ არ ქონდათ, ვერ წავდნენ. ოფროუდი მარტო შეჯიბრება არ არის. მიდის გულявი.
ესეც პირველი დღის დასასრული, უბრალოდ წვიმს და გარეთ ვერ გადავედი. აქედან მშვენიერი ფეირვერკი გადავიღეთ ჩვენი მანქანიდან. აბა ეხა ველოდებით ხვალინდელ დღეს. გათენდა მეორე დღე. ისეთი მაგარია მინდია. ვერც კი წარმოიდგენთ, ღამე შემცვიდა. ეს კლავიანი ჩავიცვი და ხარო გადამოვედი დამცხა, რასაც ქვია. აქ ღონისძიების ადგილზე ვარ გაჩერებული, აქვე გავჩერდი, აქ დავიძინეთ და ეხლა ნელა დილით იღვიძებენ. და დაიწყება დღე მეორე. ნახოთ დღეს რა იქნება. ვეცდები კაი ადგილებზე მივიდე და კაი ჯერ ძინავს კაი კადრები გადავიღო. აი ესე გადაღებაში მოვედი და უნდა ავიღო ნომერი მონაწილეობის გარეშე ოღონ. ოპა, ჩიზ! ეს ხელი უნდა შეახოთ ფეხი, რაღაც წესები არის ეს. აბა ჰეი. ესე მეგობრებო, ვსეინობ გურიაში სურების გზებზე და თან ვიღებ ხა სანამ დაიწყება მე აქ ვათვალიერებ გზებს და რაღაცებს, სად იქნება საინტერესო კადრები. მეგობრებო, მივდიოდით ჩვენთვის რაღაც ადგილებს ნახულობდით, რომ ამისთვის ვიდეო გადაიღო. ჩამოვედით რაღაც ადგილას რა და იქით ვაღარ ვიყრისო წასვლა რა და მოვბრუნდეთ და მეთქი კაითქო და ვიღაცა კაცი ვინც შეჯიბში მონაწილეობდა მოგვადგა უკნიდან. ის კაციც ვიღაც უკნიდან მოყვებოდა. ჩვენს წინ მივდიოდით, სხვა გზა აღარ ქონდა, სადაც ის მიდიოდა იქ უნდა წავსულიყავით და მე რომ ნახეთ სადღაც მოსატრიალებელი ადგილი და მანდ რომ მოვატრიალეთ ის კაცი გონება რომ აქ ჩვენო შეჯიბრი გვაქვს და ჩვეულებრივ ჩამოხვალ შეხვალ და ჩვეულებრივ ჩამოხვალთ და ჩვენც მივდიოდით ესე მივყვებოდი და მოგვიცურდა მანქანა ჯერ ერთ ხესთან და აი ამ ხელაზე ავწევთ ეხა კიდე ამ ხესთან და დახმარება გვქონდა და გავართ მოცურებულები მიღება არ აქვს რომ დავურეკოთ ვახჩემ მოვიდე მაგაცა კაცი ჩაჯდა და მის მოსინჯაურა იქნებ მე და გავატარო და გაიო რომ მამაჩემო და ჯერჯერობით მოშეიდა და ხა თუ ახლოს ვარ ხესთან მენიერი და წინა ჩაგვიყან ხა და აქეთ გამოყოლ გადის ამბერ მანქანა გავიდა ასული შენ არ ვიცი გაზიდო არა ხო ეხა თუ დინამეც
всё. Მიეხმარე, შენც მიეხმარე. ამოგუყანეს. მოიცადე მაგას მე ამოგუყანეს და ეხლა მივიდოდი ისე იმ ადგილას და იმედი იქიდან დაბრუნებით დროს ხედავით წამოვალ. და კიდე რამის ხეში მასწრე. რამის არა. ამის არა შევას. ეს მაგარი ვიდეო იქნა. მოვედით. აი ამ ხალხისთვის გვაწვალეს მარტო და ეს ტოპი ძალიან ცუდად არის. ეხლა ვიმყოფები ზუსტად იმ ეპიცენტრში, სადაც საინტერესო ამბები მოხდება. აი აქ უნდა ჩავიდნენ თუ ამოვიდნენ, არ ვიცი, შეხედეთ სიმაღლეს. სიმაღლეზეა ზუსტად ასასვლელი. ვადასტურე. მანდიდან როგორც მივხვდი, უნდა ჩამოვიდნენ და მე აი აქ გამოივლიან ამ გზას. და ნახსად უნდა ჩავიდნენ და მოვიდნენ კიდე მეორე. აი შეიძლება ვიდეოში მართლა არ იმჩნეოდეს, მაგრამ ძალიან მაგარია. აქ ავლენ, ან ავლენ, ან ჩამოვლენ, მაგრამ ერთ იგივეა რა. აქედან ავლენ, მე ჩამოდიან აქ. აუ ეს ვაფშე კატასტროფა რა სიმაღლეზე. და ჩავიდნენ და აი დღეს იქნება მართლა სანახაობა რა. დღეს აუცილებლად უფრო კარგი კადრები იქნება მანქანების მხრივ. ანუ კარგად იწვალებენ და კარგად გაერთობიან ვინც მართლა ამ სფეროშია, თორე გუშინ რასაც მოусმინე იყვნენ ისეთები, ვინც საკატაო გზა არისო რა და დღეს ვნახოთ როგორი საკატაო გზა იქნება. ვისაც ევასება ისინი აი გაისწორებენ მენ რასაც ქვია რა. მეგონი მოგდევენ და არა. სანამ გადაყვეს. მამა ჩემო რომ მიკროფონი ჩამირთო, შემთხვევით დამავიწყდა რომ ჩამერთო თვითონ ვიდეო, ამიტომაც უკვე ყავს. ყავს ვაკეთებდით და შაქრის ჩაყრა და ყავის ჩაყრა გადავიღეთ. არა და მოატრიალე. რამდენი რაღაც გავაკეთე უყურე. ეს გავხსენ, ამოვიღე შაქარი ჩავყარე ამაში. მერე ამოვიღე ყავა აქ არ მაქვს მეთქი. მერე მაგის გამო ამოვიღე ეს და ვამარიე ჩემი სუნელების და ჩემი კომპლექტი. და ეს ყველაფერი არ გადაიღო. ხო და ეხლა გადავაღებინე რომ მეჩვენები. და მეორჯერ გაემარიაჟე. მართალია. ეხლა ავთქვიფავ ჩემი ბური წესით ისო მიქსერი არ გვაქვს სამწუხარო. არ გვაქვს რა მეზერებ გაკეთებ. თუ შურუპავი ჯოხი ჩაყო ხო და ჯობს ეხლა. ესე აუ. კაი, დაგიბრუნდებით ყავში და ეხა იგებს გონი ხო მამა? პირველი მანქანა. აი ეს ხევი უნდა მოიარონ კლიანად. და მე აქ არის დიდი აღმათ. ეს მაყურებელი. ოეჭოლე მე. ბედე ამოწე აი ჯალამბარია მთავარი აქ კარგი ჯალამბარი
ოპა, ეს მიედო. აია, ბოლომდე უნდა ავიდეს, თორე შემოეხვევა ხეს. არა ბიჭო! Bravo! Hai, bravo! Bravo, Rieke! Hey, bravo! უკანა საბურავით ედება და იმედეო გამოწია. მაგარი რთული გზაა იმე. დაბალია ვაროდები და დაბალი. штурманზე არის ძალიან ბევრი რა და 10 კაცი რო ელაპარაკება რთულია. ეს არის სტარტი. ეხლა რაც ხდება რა, ძალიან ცუდი მომენტია, რომ ორ კატეგორიას უშვებენ ერთდროულად რა და უნდა ირჩიო რომელს უყურო. და იქ რთულები, აქეთ იოლები და რა ისე გამოდის, რომ შენ უნდა გადაწყვეტო რა. აი. ხო და ეს ძალიან ცუდი მომენტია, იმიტომ რომ ანუ ხალხმა უნდა არჩიოს რომელს უყუროს და ორივე ვისაც აინტერესებს რა ქნას. ეხლა ახლო კადრებს ვიღებ კამერით და შორი კადრი მარე მიღებს მე და თან კომენტარებსაც ვაკეთებ რა. რეალობაში ძალიან მაგარი ივენთია, მაგრამ ეს მომენტი არ მომეწონა რა. ეხლა იქითაც გაზაობს, აქითაც გაზაობს. დაადუღა. ხო და კიდე მეორე მომენტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შტურმას. აი ძალიან. ეხლა შტურმანი არ კარნახოდა და ხალხს უსმენდა და
საბურავი ქონდა მიდებული მთლიან მიწას და ვერ ადიოდა. ელემენტარულად რო ეთქვა რომ აქეთ გაუხვია, უკვე ავიდოდა რა. და ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შტურმას რა. ახლა გაჩვენებთ რა კადრს ვიღებ. აი როგორი გულში მატკივრობა მიდის, აჯერო ორი ამოდის ახლა და სულ ყველა გარნახობს, სულ ყველა. აი შტურმანი რა დღეშია, ჯალამბარი ჩაავა.
აი ბოლო. აი ეს რო გაივლი რაღაც მონაკვეთს მე ნაწილები უნდა მოძებნო. ეს არის ოფროუდი, აბა. ნახე ავაწავიდა ნივარა სიზავს გაუყარე ეს უეჭველი თავი ძრავზეა. ნივას გიტარა გაუტყდა, მაგრამ საო
ძალიან მაგრა იარა. კონტაქტია ხესთან. აუ ნახეთის. აი ესე წვალობს რო ავიდეს და ვერადის. მარი 1.6-ია თუ 1.7? კარბურატორია? ოიდან მაშველი. საბურავი ნახე, ეს იყურება მარჯვნივ, წინა იყურება მარცხნივ. ჩემი აზრით უკან უნდა გამოკაჩოს. იმიტომ რომ წინ გაკაჩვით ისიქით ძალა ისიქით და მოტეხავს, ან საბურავი უნდა გაასწორო. ბოლოს მაინც თუ არ არის საშველი, ზაურია მაშველი. თავისი ტანკით. აჰა ეს პოლონივის გამოყვანის კადრი ელემენტი დაჭდა და ეხლა წავალთ მანქანასთან. თან უნდა დავისვენოთ, თან ელემენტსაც შევცვლით. გამოიწიეთ ბიჭო. თუ რამე საინტერესო იქნება, კიდე დავბრუნდებით. იო კი არა და ნივა გადარჩენილია. მოკლედ მდგომარეობა ესეთია. თითქმის მიუახლოვდა დასასრულს და წვიმს რა აღარ გადაიღო, ეხლა ველოდებოდი მეთქი გადავიღებ იმასაც თქო რა დასასრულს რაღაცა ფინიში, ესე რაღაცა თასი, მაგრამ აღარა რა. ის 2 საათი და 3 საათი მირჩევნია წავიდეთ, იმიტომ რომ წვიმს და წვიმაში დგომა ნაღდით არ მეხალისება. ასე რომ დღეისათვის სულ ეს ხო, ალბათ საინტერესო გამოვიდა, რავი. ეხლა როგორც ასეთი ივენთი ამ სახით პირველად გადავიღე. აი ვაპირებ ვიარო ყველგან და რაც იქნება გადავიღებ ხოლმე რა. აბა თლიან ჯამში ძალიან კაი იყო რა ივენთი, ყველაფერი კაი იყო რა. რაღაც პატარა მინუსები იყო, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე რა, მაგის ღერში არ არსებობს. აბა არ დაგავიწყე ხო იცი რას, აღარ უნდა გამეორება. აბა